აი რო არ იქნება რა ამიხსენი რაში ესაქმე კი ბატონო მოსავლიანობა მაგრამ მარტო მოსავლიანობა ხო არ იქნება ნაცეთი ფაქტები იქნება არ მომიდა მაგრამ დაწესილი იყო ამდენი რომ ნახოთ არ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხენ და ეს გოგო მე მგონი კამელოტის საშენებას აპირებს ნუ არ არის ჩვენთან ეს გაიხსენეთ ეს ვანო მერაბიშვილის ხალხი გლედივი დაერეოდე იმაზე შეესწეოდა თვითონ გახდება თვითონ გახდება არსებული ხელისუფლება ასეთი პროგრამის არსებობის პირობებში იძულებული რომ ვანო მერაბიშვილი ან დასვას თავის ადგილას აკეთებინოს თავის საქმე და ან გადასვას სხვა უკეთეს ჩალებს არის იმიტომ რომ არც ერთი ხელისუფალი თუნდაც ვანო მერაბიშვილს არ გადააყოლებს არც საკუთარ სამართლს სხვა ყველაფერს დავიდაყოლებს რეალია გადააყოლებს და ეგა არა სერიოზულად ახლა მე ისე კარგად მახსოვს ბაზონულარის ბუზალაძე იყო გვარი მახსოვს ჩვენი თანაშრომლის ბუზალაძე ან ვინა დაუგირებიათ ბანკში 15-16 მანქანა ჩამოუყანიათ იმიდან დუბაიდან ქეთოს ინჟინერი ყიდველები იყო და აქ კუდიათ რაღაც კანტორა მოპარულები გაქვს ესა კარგად ციხეშასწეს იმიტომ რომ ეს კონფერენცია ჩატარო რომ მასვე ჯიპებსაო აი მე რა მოხდა ისი არსებობს რაღაც სტრუქტურა რომელიც ოფიციალურად რომელსაც ჩამოყავს მანქანები და არა მერაბიშვილი ფაროლობს თურმე მას ანუ აი ეს არის ესეთი ბიზნესი გვაქვს ჩვენ ბარუნდა მე მგონი თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ანალოგიური ფაქტები მე შემიძლია ძალიან ბევრი მოვიყვანო მაგრამ ჯერ ერთ მე ზუსტად ის გითხარით ამას თვითონ მიხედავენ და თუ არ მიხედავენ როცა ესეთი პროგრამა იქნება საზოგადოება ძალიან ადვილად გააკეთებს არჩევას რომ გასმულეთ რა აი ხელისუფლების და ოპოზიციის ორივე მხრიდან ძალიან არაადეკვატური მოქმედებები მოქმედება მივიყვანეს იქამდე საზოგადოების დიდი ნაწილი დაბნეულია არ ხელისუფლება მოწონთ არც ოპოზიცია არ ჯერათ და მაგალითად ყველაზე ცუდი ისურსულო თემაა რომელსაც არ ჯერა საკუთარი ერი საკუთარი ქვეყნის რა თქვენ ძალიან კარგად იცით მე რაოდენობით კრიტიკული ვარ ხელისუფლების ქმედებების მიმართ მაგრამ ერთ წუთი არ დამიკარგია იმის იმედი იმიტომ რომ ქართული კაცი ვარ რომ საქართველოს არ გაიშლება რუგიდან ქართველი არ გადაშენდება იმიტომ რომ არავის არ ეგონოს ეს ხატრული მიმართულებები ეს ჩვენი ქვეყანა მართლა აფშიშობის უხვედრი ქვეყანა და ახლა სააკაშვილი მოინდომებს ამას რომ ჯავახიშვილი არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ვერავინ გადაარჩევა ამიტომ ქართულ ხალხს უნდა ჯეროდეს მაგრამ ჯეროდეს ისე კი არა მაღლა ვიყუროთ და როდის წამოვა ჭვიმა ჯერჯერობით სამწუხაროდ ჭვიმას საში უყურებს იმიტომ რომ სარწმუნო არქები რაც კომუნისტებმა აგვიშენეს ეს დამანგრიეს ამ ხელას შრომა ჩააყარეს მომაცდდება ეს არხების ინდუსტრია მაგრამ არავინ არ აგვიშენებს მე არაერთის მithქვია ბედნიერ სახელმწიფოს და არ მიგვიშვებს იგი და ბატონო დაბზადდა და აგერ მიიღეთ ეს სიკეთეები და იცხოვროთ ბედნიერად თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები და საერთოდ ქართველი ერი ქართულ მიწაზე ცხოვრობდეს და ბედნიერი იყოს უნდა თვითეულმა გამარჯვიოთ ხელი ფეხი ვის რა აქვს გასამართლებით თავი უპირველეს ყოვლისა და საკუთარი ან შეძარების ის მოგიყვან მაგრამ მე როგორც არა ფინანსის არამედ როგორც აი რაღაცა ერუდირებულ და განათლებულ ადამიანს ეკითხებით ამ თვითონ კაცოს ქონდა ძალიან უცნაური ალტერნატივა ან ხალხი უნდა ესე ვთქვათ გამოეყვება და ან მეყიდულიყო ამერიკელების იმპერიალისტური ის იყო მაშინ ზეწოლა ფიდელ კასტროზე საოცრება 60% ბიუჯეტისა ეხლა კი რამდენადაც პარადოქსალურად ძალიან უჭირს სოციალურ და ჯანდაცვაზე არის ორიენტირებული მათი ბიუჯეტი სიცოცხლე სანაპიროებით კუბა ყველაზე პირველ ადგილზე დგას ამერიკულ ქვეყნებში და მიაღწია იმით რომ ეს ტოტალიტარული სამდაბარი მართლობის რეჟიმი ქონდა ჩვენ ეს არ გვინდა აი мотиваციას მე მათი მაინტერესებს აი ჩვენ რა მოდელის ქვეყანა ვართ ეხლა ეს რაღაც პრიზები და რაღაცები რო აგვიღებით თო რეფორმატორი ქვეყნების ეს ზღაპრების ხებს დაუკითხოთ მაგრამ რეალურად ჩვენთან არაფერი არ წარმოება ეს თემი ინვესტიციები აი იმაში ეხარჯება რა თქვენგანეთ გვაძლიერებს უცხოურ წარმოებებს რა მოდელი გვაქვს ჩვენ არის წარმოება იმიტომ არის წარმოება რომ ამის შესაძლებლობები არ არის თუ იმიტომ არის წარმოება რომ ამის ნება არ აქვს ხელისუფლებას და პირიქით აი ნახეთ აი ამ მეტი რა მოდელი უნდა თუ კი მივედით მაგდასმამდე და მაგდასმამდე მისვლა ძალიან მარტივია ხო გეუბნებით აიღეთ ბატონებო
არ მოგმართავ ჩემი ოფიციალური გაუბედურებული სტატისტიკა ჩაიხედეთ და ნახეთ მე შორს არ წავალ ნახეთ როგორია 97 წლიდან დაღმასვლა ყველა კაფის საკუთარი პროდუქციის წარმოებაში და 2003-დან აი ესეთი ვარდნა როცა 2003-დან ტვინი გაგვიშლით ეს ჩვენ მაღლა მივდივართ და ამას ველაპარაკებით აი ეს ლობიო კარტოფილი უსწრეული ხილის ძირითადი სახეობები ვაშლის გარდა და თხილის გარდა რომელიც ამ ბოლო პერიოდში ცოტათი მოიმატა დანარჩენი ყველაფერი ხორცის ის პროდუქტები ყველაფერი უკან მიდის და მე რატომ ვთქვი რომ 97 წლიდან ასაკურიანი ახლა წინასწლებში უფრო მაღალი მაჩვენებლები შეიძლება გქონდა ზოგიერთი მიმართულებით მაგრამ მე ახალ გეუბნებით რომ 2003-ში თუ რა წარმოებდით ეხლა რა დაგვემართა ანუ ამის შესაძლებლობები თუ არ იყო 2013 წლის მერე წარღვნა საქართველოში არ მოხდარა ხალხი არ გამწყვეტილ ვარ ისა შეიძლება ცოტათი ნაყოფიერება დაეცა მაგრამ და ნაწილი წავარდეს სამწუხაროდ ჩვენი თქვა გენიალური მოქმედებებით მაგრამ გეგონაპარებით აიღეთ თქვა ხაშეთში ჯერჯერობით ხო აი ძველ პერიოდს დავიწყებთ მიწები აღარ დაგვიკარგია იმის მერე ხო რა დაგვემართა ამის რა ვითხარი ბაზონა და რა დაგვემართა ეკონომიკურად რა ზუსტად ის რაც უნდა გაიგოს საქართველოს მოსახლეობამ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ნება ააშენოს ნორმალური ეკონომიკის სახელმწიფო მას უნდა შეთქმას ჩვენგან მომხმარებელთა საზოგადოება რომელიც იქნება ამ გვირაბში სატრანზიტო გვირაბში და შესაძლებელია ახლო მომავალში პატარა პროგრესის შემთხვევაში ტურისტულ სახელმწიფოში მოსამსახურეთა როლის ანა სალმან ვალავი თუ გახსოვთ ხომ და გოგი თოფაძე სუაპროტესტებდა ამ კაც ეს უნდაო ჩვენგანო ხეთ იგივე აღიარებ აბა ეს რა აღერხდა ეს Washington Post-ში რუსინ ეწერა რომ რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი თებერვალ მარჩში კიდევ უფრო გაუარესდება და ის ციფრებია მოყვანილი და $250 პენსია მისცა ესეც პენსიონერებს სადღაც $500-600 საშუალო ხელფასია მისცა პუტინმა და უცხოელების პოლიტიკაში რა კონტრაქტი იყო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ეს საარსებო მინიმუმი მისცა ხალხმა გაჩუმდიცა აი ჩვენთან რა კონტრაქტია დადებული არაპირდაპირი ფარული ხალხსა და ამ რეჟიმს შორის. არანაირი ეკონომიკური პროგრამა, ეკონომიკური კონტრაქტი რა დევს? არანაირი კონტრაქტი არ ყოფილა და არც იქნება მანამდე ხელისუფლება არ იგრძნობს თუ არის იმ ერის ხელისუფლება რომელსაც შეუძლია ჩვენი დღეს თუ არ მოეწონა მისი ქმედება ის გადააყენოს. ეხლა საზოგადოებას რო შეუქმნეს სტაბილიზება და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის ჩემგანაც თავის დროზე საპატრიოტიზმო ხალხის დიდი ნაწილი ხელებს იწავებდა ტაშის ყურით, რომ ვარდების რევოლუცია მოახდინა და უსისხლოდ გადავახენეთ შევარდნაძე. შეცდომით ვერ გაიგო ამ ხალხმა არანაირი რევოლუცია არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი ღია ფარსი, იმიტომ რომ ხალხში იმდენად იყო პელში ამოსული შევარდნაძის ხელისუფლება, რომ მისი ყველა მოწინააღმდეგე უყვარდა, მოსწონდა დადგეს ეს ფარსი, რომ სააკაშვილმა გადააყენა შევარდნაძე და ძალიან ადგილად მოწყობდა. ჩვენ არ გქონია სამწუხაროდ შემთხვევა, აი ამ დამოუკიდებლობის პერიოდში, ჩვენი დაგვერჩია ხელისუფალი, არ ლაპარაკობ გამსახურდიას არჩევნებს, სიტუაცია იყო და ეს წმენა გაქაფხედების დონემდე მისული მოქმედებს ზეონო ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხალხმა ვერ აჩვენა რომ ის ერია და მას შეუძლია თავისი ბედი მართოს. მანამდე ჩვენ ამას არ დავანახეთ. სააკაშვილი არ იქნება, მერე როდესაც ჩამყულაშვილი იქნება, არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ნებისმიერ ადამიანს განუსაზღვრელი ძალაუფლება, რომელსაც ხალხი გაძლევს, თავისი უტვინობით, სიბეცით თუ გულუფრინობით, აუცილებლად გაქაფხდება და აუცილებლად მას გამოიყენებს ხალხისათვის საზიანოდ. ნუ თავად ძალიან. ახლა ეს სააკაშვილი და მაგისი გუნდრუკის ყველები ოსულხელიერიაო, მაგრამ ხოთნოებს მათთან წელი მათთან გამოვიდა. აი სწორედ იმიტომ, რომ აი ეს ექსპერტები ხალ. სწორედ იმიტომ, რომ არაერთი პროგრამა არ აქვს და სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი უკან მაპატიეთ. აი რატო უშვებს? რატო უშვებს ქართული ხალხი? ეს ამაყი და ღირსეული ხალხი მართალია ორივე მიმართულებით